მოგესალმებით ყველას. მინდა ჰორტენზიის გამრავლება ტოტებით. საერთოდ ჰორტენზია კალმებით მრავლდება ხოლმე, მე ასე ვამრავლებდი. უბრალოდ შაშანგავა მქონდა პირველიც და კალმებით, მაგრამ კალმებით დიდი დრო სჭირდება, სანამ ხელა ბუჩქი გაიზრდება. და YouTube-ზე ვნახე, რომ შეიძლება თურმე ტოტებით ხარება. ეხლა მინდა ტოტები ავჭრა და ტოტები დავრგა. ერთად მივაქციოთ ყურადღება, როგორ გაიზრდება, ვნახოთ. ჰორტენზიის გამრავლება შეიძლება ეხლა ამ პერიოდიდან ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე. როდესაც ესეთი ახალი ამოყრილი ყლორტები აქვს, ზედ არა აქვს ყვავილი, რომ არ დაგვენანოს მოჭრა. ასეთი ტოტის მოჭრა შეიძლება. თუ ესეთი მძლავრი ტოტი არის, ავჭერი მე ერთი ტოტი, დავტოვე ერთი კვირტი აქ. და მომავალ წელს ამ კვირტებიდან ამოიტანს 2 ტოტს. თუ ძალიან წვრილი ტოტი არის, შეიძლება ძირშიც მოიჭრას და არ დაგენანოთ. ახლა არ იყო აქ ასეთი ისინი ძალიან წვრილები. ამის აჭრაც შეიძლება დავახეთ. ამ ტოტის აქვს ამას ყვავილი. ხედავთ, ყვავილი არა აქვს და შეიძლება, მაგრამ 3 ტოტი უკვე მოვაჭერი და ექსპერიმენტისთვის იყოს საკმარისი იქნება. ასეთი სილამაზია. იმედია მე კიდევ მექნება 3 ბუჩქი. მართალია კი არ ვიცი სად დავუგო. ძალიან ჭრილი უყვარს ამ ჰორტენზიას. მაგრამ უბრალოდ ინტერესი მაქვს, როგორ გაიზრდება, ვახარებ თუ არა ჰორტენზიას. ვარდებისა არ იყოს. უფრო იცით ინტერესი არის, შენი ჩაკალმებული ვარდი როგორ ხარობს, როგორ იზრდება. მზავარდის ყიდვა ნაკლებად მიყვარს ხოლმე. უფრო მიყვარს ასეთი ჩემი ექსპერიმენტების ჩატარება. ჩავედი რძალთან, რძალსაც სხვა ჰორტენზია აქვს, იქაც ავჭირი ტოტები. ასეთი ტოტებია მაქვს აჭრილი. ესე იგი, როგორც YouTube-ში გვაჩვენეს, კვირტები აქვს აქ და აქ. ხედავთ ხო? და ეს ადგილი უნდა ჩავგოთ მიწაში. ფოთლებიანად, რაც საოცარია, ვარდებს უკალმოთ, ვაჭრით ხოლმე ფოთლებს. და მაღლა დარჩება მარტო ეს მხარე. რა ვიცი, ჩავგოთ და ვნახოთ რა გამოვა. აქაც ეს ყლორტები არის, კვირტები. დავაფიქსირო. ამ კვირტებიდან მე განვითარდება კარგად ჰორტენზიაო. ესეც კვირტები. საჭიროა ჰქონდეს მუდმივად ნესტი. იმიტომ შარშან ჩავაკალმე ბევრი და წავედი მე 2 თვით, მოუწია ეს ზაფხულის თვეები და ბევრი გამიხმა. და იმდენი ჩაკალმებული და იხარა მხოლოდ ერთმა ძილმა. ახლა მივალ გაჩვენებთ ნახარებს. და ნამდვილად ეს როდესაც ფოთლებსაც აჭრიდა, პაწიებს თითო კვირტიანს აკალმებ, მაშინ დიდი ხანი სჭირდება გაზრდა. ახლა გაჩვენებთ როგორი პაწიებია.
თითქოს ნახევარჩრდილში დავრგე მაშინ, მაგრამ მაინც არ მომწონს. აი სადამ აქვს დარგული, ჩრდილია. აი ამან იხარა. ეს არ ვიცი ხა ორმა იხარა თუ ეს ერთი ძირიდან არის ამოსული. ორი ყლორტი. მე რომ ამოვიღებ, მაშინ გამოჩნდება კარგად. ესეთი ჰორტენზია ეს ვარდისფერი. სხვიფოთლოვანი. აი ამან იხარა. ისე რომ წახვიდე გუშინ თელავში ვიყავთ 50 ლარი ხირდა, ну კარგი მოზრდილი ძირი კი იყო ეს ჰორტენზია. იმ ბუჩქზე იყო წითელი, ლურჯი, ცისფერი ყვავილები, სხვადასხვა ფერის. დასავლეთში აქვთ ხშირად ასეთი ჰორტენზიები, ბევრი კარგად ხარობს ეტყობა. სიმართლე გითხრათ 50 ლარი დამენანა ძალიან ძვირია. საინტერესოა უფრო ჩემით გავამრავლო. ნახოთ რა გამოვა. გავუმზადე ადგილი ახლა ჰორტენზიებს ჩრდილში. აი ტყემალი არის აქ და ტყემლის ძირში. წყალს უსხო კარგად. ფოთლებიც დავყარე, რომ კარგად მე სინესტე შეინარჩუნოს ხოლმე დაგლეჯილი ბალახები არის იგი ფოთლები. დიდი ხანი სინესტე ინარჩუნოს. ეხლა აქ ამოვთხრი ორმოებს, დავრგავ, მე გაჩვენებთ.